დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში. მქონდა დღეს შესაძლებლობა, რომ ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი შევხვედროდი, გვესაუბრა უბრალოდ ყოველისა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ გაღრმავდეს როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობა და აქ შევთანხმდით ჩვენ, რომ გვექნება საპარლამენტო თანამშრომლობა, ურთიერთ ვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რომელიც ახლავს ამ გზას. ვესაუბრეთ იმაზე, თუ საქართველოს რას აკეთებს იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც სამწუხაროდ ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა, ის რომ ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. და ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს მექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ასევე რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებზე და გამოწვევებზე. თქვენ გუშინ თქვით, რომ საქართველოს დააყენებს საკითხს, რაც ეხება დამკვირვებლის სტატუსს და თქვით, რომ ეს კარგი ბერკეტი იქნება, უფრო მეტად იყოს ჩართული ამ პროცესში, როდის აპირებთ ამ მიმართვის გაკეთებას და რა იქნება უკვე შედეგი ამ ყველაფრის? ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ უკვე პროცედურას ასამბლეისთვის მიმართვისა და იმედი გვაქვს, რომ გვექნება დადებითი შედეგი, ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ შემდეგ ასამბლეაზე იმედი გვაქვს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დღეს აქაც ამ ასამბლეაზე აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები სამწუხაროდ ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მათ თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონალურ თანამშრომლობას აქვს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო, იმის გამო, რომ გამოწვევები არის მსგავსი, იმიტომ რომ ქვეყნება რეგიონალურ პლატფორმებზე მოთანამშრომლ ქვეყნება იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები გქონდეთ. ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ დამკვირვებლის სტატუსით უკვე ამ ასამბლეაში მონაწილეობას. კითხავთ, თქვენ შევხვდით ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, ეს იყო მალტა და მან დააფიქსირა პოზიცია, რომ ევროკავშირს საქართველოს შორის ურთიერთობის მიმართულებით მნიშვნელოვანი არის არსებობდეს დიალოგი. თქვენც ხშირად მიუჩნდებთ ამაზე, რომ საჭირო არის დიალოგი და არა ცალმხრივი დირექტივები. ევროკავშირის მიმართულებით თქვენი კოლეგებიდან რა პოზიციები მოისმინეთ? უბრალოდ ყოველისა, რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობაში, როცა საუბრობთ, ყველა გაკვირვებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის დღეს ასე გართულებული ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ პერსპექტივას უხსნით, კერძოდ იმას, რომ სამწუხაროდ ბრიუსელს არჩეული აქვს აგრესიული რიტორიკის და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გზა, რაც არის არასწორი, არაევროპული და ეწინააღმდეგება თავად იდეას ევროკავშირისა. ევროკავშირის იდეა არ არის სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოზე მოწყობა. ევროკავშირის მთავარი იდეა არის თანამშრომლობა ურთიერთ პატივისცემით. ასე რომ ჩემ კოლეგებთან, ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთება არის. ის კოლეგები, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, როგორც წესი, მათთან შეხვედრები რთულდება ხოლმე, ასე რომ უბრალოდ არ არის ხოლმე შესაძლებელი, ასე რომ ესეც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ფორმატში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში ხედავთ აბსოლუტურ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ. ამ საკითხებზე ბატონო შევო, თქვენ ყურადღება გაამახვილეთ თქვენის ვრცელ მიმართვაში, რომელსაც ჩვენ გავეცალით ევროკავშირის ერჩის მისამართით, შეახსენეთ მასპისი გასული წლის განცხადებაც და ევროპის დღესთან დაკავშირებით თქვით, რომ ამ დღისგან გამარჯვების დღის გამიჩნდა არის მიუღებელი. რა გახდა ამ მიმართვის საფუძველი კიდევ ერთხელ და თქვენი მთავარი გზები რომ შეიძლება რამე შეიცვალოს დამოკიდებულებაში? ის გახდა ის, რაც ჩვენ შარშან ვიხილეთ, მე შარშანაც გქონდა ამაზე გამოხმაურება, რომ შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღე, რომ ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ერთხელაც არ ახსენა 300,000 ომში დაღუპული ქართველის წვლილი, იმაში რომ დღეს საერთოდ აქვს შესაძლებლობა, რომ ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ქვია ევროკავშირი. რომ არა, ასობით 100,000 ქართველი, რომელიც იბრძონდა სამამულო ომში, რომ არა 300,000 ქართველი, რომელიც დაიღუპა სამამულო ომში, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა.
და მნიშვნელოვანი არის რომ ყოველთვის დაფასდეს ქართველების წვლილი ევროპის მშვიდობიან აწყოში. ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ის ხარვეზი რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ წელს გამოსწორდება 9 მაისს საქართველოს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და იმედი მაქვს რომ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივცემენ უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყანას სადაც იმყოფებიან იმ დღესასწაულებს რომელიც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს ფაშიზმის გამარჯვების დღეს სათანადო პატივს მიაგებენ ხვალ მათ შეკრებას. საუბრობთ უსამართლო მიდგომებთან დაკავშირებითაც რეზოლუციებზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნა მიღებული, ასევე გარკვეულ ეკონომიკურ შანტაჟთან დაკავშირებითაც, აი ამის შემდეგ უკვე რა შემდგომლობები მიდაქვს პირქორი პასუხის. ნახოთ, მე მნიშვნელოვანი არის რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს როგორ ხედავ ჩვენ მომავალ ურთიერთობას. სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია ბრიუსელის გავლით და ფილტრით მიდის სხვადასხვა დედაქალაქამდე, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ყველას მიწდება ეს სიტყვა. მნიშვნელოვანი არის რომ შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ. ეს არის მიუღებელი. შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ვინაიდან ესეც არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს. და გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ასე ავი სიხარულით იღებს ხოლმე ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ თავაზობთ. აბა სხვა რა გზა ესახება, კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე, რა თქმა უნდა, გამორიცხული არის ასეთი მიდგომებით, შემდეგ კიდე შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპული გაერთიანება. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის გზა იმისკენ, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული, სხვა შემთხვევაში ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დღე იქნება ევროპული. 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია და ამბობენ რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. რას ემსახურება ეს კამპანია და რეალურად რა არის ეს საქმე, რას მოიცავს 4 ოქტომბრის საქმე? რეალურად ეს არის მცდელობა დაიფაროს ის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ბრიუსელმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 4 ოქტომბრამდე მიმავალ გზაზე ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებით ყველა იმ უცხოელს, ელჩი იქნება თუ პოლიტიკოსი, რომელიც დადიოდა სალომე ზურაბიშვილთან და მის პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე ფოტოებს იღებდა მასთან, ანუ ამით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილს და მის პოლიტიკურ ალიანსში მყოფ ადამიანებს, რომ მათ ასე ვთქვათ ცრუ პრეზიდენტობა არ დაეთმოთ. შემდეგ ვიხილეთ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ევროკომისიის პრესპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას, ნეპალის სცენარს, რომელსაც ჩვენ დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი. და თავად 4 ოქტომბერს ძალადობის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც შტურმი მიდიოდა პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა პრეზიდენტის სასახლეზე, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები. ამიტომ 4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, პრეზიდენტ გადატრიალების მცდელობა არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ახლა ვხედავ ჩვენ აგრესიულ კამპანიას, რომელიც ასევე დაფინანსებული არის იმ უცხოელებისგან, რომლებიც 4 ოქტომბერს გვიგეგმავდნენ და მცდელობა, რომ ის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებას აპირებდა, გაამართლონ და რაიმენაირად ესე ვთქვათ კამპანია შექმნან მათთვის უცხოეთში თუ საქართველოში ვერაფერს დააჯერებენ, მაგრამ უნდა პლაკატები გააკრან ევროპარლამენტში და თქვან რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმელები გმირები არიან. ის ვინც სამოქალაქო ომის ინსპირაციას აწყობს, სისხლისღვრა უნდა, ნეპალი უნდა, ხალხის ხეზე ჩამოკიდება უნდა, ადამიანის დახრჩობა და დატყვევება უნდა, ეს ადამიანები არიან გმირები. აი ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომელსაც ახლა მიაქანებს და მე ვნახე ბანერი ესტონური ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიანო და მე მინდა საქართველოს კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც აი ამ ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს, არის საქართველოს მტერი. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, უნდა ჩავეძიოთ ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს და გავიგებთ ვინ არის საქართველოს მტერი. როდესაც ჩვენ 90-იანი წლების
დაბრუნების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი და ეს უნდა პირდაპირ ითქვას და ჩავეძიებით ვიცით რომ ოფისი ვნახეთ სადაც არის დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია ის ხუხულა და ვნახავთ ცოტა ხანში გავერკვევით კიდევაც ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლის ზღვრის ინსპირაციისთვის. ძალადობისთვის დაკავებულებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მათ შორის ჟურნალისტთა ძალადობასთან დაკავშირებით დაკავებულებთან ამ საკითხზე რა გითხრათ, როგორი არის სახელმწიფოს მიდგომა ამასთან დაკავშირებით და ეს იყო საკითხი, რაზეც ისმოდა ხშირად კრიტიკა, რომ არ ხდება ამ ფაქტების გამოძიება. გამოძიება მიდიოდა პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, როდესაც კი რა მომენტშიც პროკურატურა ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყო ისინი, ვინც უფლებამოსილების გადაცილებით მოქმედებდნენ. ამავე დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რასთან ქონდა საქმე. ჩვენ ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და ჩვენ უნდა გავიხსენოთ უბრალოდ სკოლისა რა გარემოება იყო. გარემოება იყო, რომ საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს მაიდნის განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა 7 ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც გვესმოდა ჩვენ პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და 7 კომიტეტის თავმჯდომარეები გახსოვთ, რომ პირდაპირ მაიდნისკენ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას და ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე თავდასხმა, იცით რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაში არის მიცემული იმისთვის რომ აზიანებდა ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილით, ცოცხლად დაწვა უნდა და პოლიციელების ამ პირობებში უწევდა პოლიციელებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის დაცვა. და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას მაიდნისგან, ძალადობისგან და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს ასევე უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ამ ხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომელიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ითქვა კიდევაც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება და გამოიკვლეს და გამოავლეს, რაც მოხდა კიდევაც. ასე რომ ეს არის სწორედ მიდგომა ჩვენი სახელმწიფოსი, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად ნახეთ ამისი შედეგები. გვარამიასთან დაკავშირებით კითხავთ, ის ითხოვს ოპოზიციისგან კონკრეტული დღის წესების განსაზღვრას, საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა ხელისუფლება ახლა ამერიკასთან ცდილობდეს გადატვირთვის პოლიტიკას, ამ მიზნით დააკავეს მოძალადეების სპეციალისტებს გულისხმობს და ის ითხოვს მათგან განმარტებას, რა პოზიცია იქნება თუ რიგარეში არჩევნები ჩაინიშნება და რა ხედვა აქვს 26 მაისის მათ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი მისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი. რას ფიქრობენ ისინი, ხელს ართმევენ თუ არა მათ, ვინც 26 მაისს ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ დაანონსოს ძალადობა. ამას ჩვენ მალე ვიხილავთ, ჩვენ ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ნახავთ იმ ხალხს, რომელიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უკვე პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ დგას ამ ძალადობის, ამ მორიგი არეულობის ცდელობის უკან. ეს ერთი, მაგრამ მეორე, ამავე დროს ერთი რამე ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ადამიანებს, რომელსაც პოლიტიკოსებსაც ვერ უწოდებ, ვინაიდან არიან ჩვეულებრივი გარედან დაკვეთის შემსრულებელი ხალხი, რომლებსაც ხედავთ, ოდესაც ისინი ხალხთან მიდიან 5-7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან მიდიან ჯგროდ და კარგად, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებულები. აი ეს არის მათი დამოკიდებულება. ეახლონ ელჩს, ეახლონ სხვადასხვა დედაქალაქს, იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები მათი დახმარებით. ეს სამწუხაროდ ეს არის საქართველოს სამწუხაროდ ამდევი ისტორია. ასე იყო წარსულშიც, როდესაც სხვადასხვა დედაქალაქებში მიდიოდნენ იმისთვის, რომ იქიდან
ჯარი შეეგროვებინათ საქართველოს წინააღმდეგ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვში მიდიოდნენ იმისთვის, რომ თავის კონკურენტი მოეცილებინათ თბილისში და თანამდებობები მიიღოთ. ასე ხდება ახლაც, როდესაც მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით და ზოგი სხვა დედაქალაქი და მიდიან ბრიუსელში იმისთვის, რომ ჩამოიცილონ კონკურენტები და კიდე ერთხელ მოღალატეს ყოველთვის ისტორიაში ყოველთვის მიეზღვა თავისი, ასევე აქვს მიზღული ამ დაჯგუფებასაც ქართველი ხალხის ამ შემთხვევაში რა მიზანი აქვს, როცა ულტიმატუმის სახით აყენებს ერთგვარად მის მოთხოვნას, რომ დღის წესრიგი იყოს განსაზღვრული, ხელისუფლებას მიცემენ თუ არა საშუალებას ის პოლიტიკა გაატაროს, რაც მათ მიზნებში არის. გადატვირთვის მიმართულებით თუ არჩევნების მიმართულებით თუ ასე შემდეგ. არაფერი, თქვენ შეეცდებით რომ რაიმე ლოგიკა და რაციონალი მოძებნოთ ამ გამონათქვამებში, ესა ჩვეულებრივი აგონია, სადაც ჩავარდნილია დღეს რადიკალური ოპოზიცია. აგონიის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ვერ შეასრულეს ვერც ერთი დავალება, რომელსაც გარედან იღებენ ქვეყნის არევის, დამხობის, გადატრიალების, სისხლისღურის. 4 ოქტომბერის ჩაეშალათ, როცა უნდათ რომ საქართველოში ნეპალი და სისხლისღვრა მოეწყოთ და ახლა აქვთ მკაცრი გაფრთხილება მათი პატრონებისგან ქვეყნის გარედან, რაღაც გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ქართულმა ხალხმა გასცა პასუხი ბევრჯერ უკვე რადიკალურ ჯგუფებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ესტონეთზე მინდა გკითხოთ, ესტონეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, შესაბამისი კანონი ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო. გვახსოვს რეაქციები, როდესაც მაგალითად საქართველოს პარლამენტი გამჭვირვალობის პრევენციისთვის იღებდა კანონებს. ეს რას გეუბნებათ ეს ფაქტი ბატონო შალვა? იმას გვეუბნება, რომ ესტონეთი ევროკავშირის წევრია და ახლა რა უნდა ვთქვათ, ახლა ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება რომ ქონდეს ის კანონები, რაც ჩვენ გვაქვს. სიამლეში რა თქმა უნდა ეს ხუმრობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რეალურად როგორი საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს ჩვენ საქმე ევროკავშირის შიგნით. აი ასეთი ცინიზმი, ასეთი აროგანტულობა, როდესაც მილიონ თბილისის ხელა ესტონეთი საქართველოს შენიშვნებს აძლევს და უკან კანახობს რა უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს და თვითონ მათთვის ყველაფერი ხსნილია, რაც უნდათ ის უნდა აკეთონ და არ არის მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი. შეგახსენებთ, რომ ბევრი რამე აქვს ასეთი მიღებული, საკუთარ რეზიდენტებს მოსახლეობას, ტალინის მოსახლეობას არჩევნებდა ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს ადგილობრივ არჩევნებზე და კაცშვის ხმა არ მოუღია ამაზე. აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამე, როგორი რეაქცია გვექნებოდა მათი მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ ნუეძებთ ნურთ სამართლიანობას, ნურთ ევროპულობას, ნუეძებთ ბალტიის ქვეყნების პოლიტიკაში საქართველოსთან დაკავშირებით. ოპოზიციის ერთიანობას საპერსპექტივა აქვს იმ ფონზე, როდესაც ეს დაპირისპირება ყოველდღიურად გრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ნიკა ბარამიანაც ისაუბრა, რომ მანდატებზე უარის თქმაში კოლეგები ახლა აი ამ პროცესის წარუმატებლად დასრულებაში მასა დანაშაულებენო. აი ეს დაპირისპირება რომ ყოველდღიურად გრძელდება და თან ერთიანობას ისაუბრებენ, გეგმავენ აქციას. აი ამ ფონზე როგორ ამოგვიყვება პროცესი, რა პერსპექტივა აქვს? მე ვფიქრობ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების საქმეზე განაჩენის შემდეგ ჩვენ სიტყვა ერთობა რადიკალური ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. ეს არის დანაშაულებრივი ერთობა, დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ დღეს ჩვენ ამ დაჯგუფებების სახით გვაქვს დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც ცდილობს საქართველოს დაზიანებას. ყველაფერს ამას უნდა შევხედოთ, როგორც დანაშაულის დაგეგმვა, დანაშაულის ორგანიზება, დანაშაულის განხორციელება. ვინაიდან ეს არის ერთი დიდი დანაშაული პოლიტიკური და რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დანაშაულში იზრდება ხოლმე, რომელსაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასე რომ, ასე უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს,
რომელსაც აქვს დანაშაულებრივი ერთობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ ინიცირებული ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქნება, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპებთან. ეს ხდება მას შემდეგ, რაც სპეცსაზღვრების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ გითხრათ, რას ემსახურება მათი ეს განცხადება და რატომ გაავრცელეს ახლა. საერთაშორისო გამჭვირვალობა და ეკა გიგაურმა წეროს ესტონეთის მთავრობაზე და აგერ მიღებულ კანონებზე წეროს ეკა გიგაურმა. არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით ასევე ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანი, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს. ასე რომ წეროს ესტონეთზე საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან ცნობილია პირდაპირ, რომ ეს არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლებად. ეს სინამდვილეში ჩვენ გვიადვილებს ბევრი რამე საქმეს, ამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, ეხლა რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, რომელიღაცა უცხოელს, ვინაიდან სწორედ მათი რუპორები არიან, გამჟღავნებული რუპორები არიან საქართველოში. ბატონო, შაბათს გაფართოებული კრებაც მინდა სინოდი საქართველოს 152 პატრიარქს აირჩევს. რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში? რა თქმა უნდა, ისტორიული მოვლენა არის ზოგადად 152 პატრიარქი უნდა იქნას არჩეული და ისტორიული მოვლენა არის ჩვენი თაობისთვის, ვინაიდან ჩვენი თაობისთვის ეს იქნება პირველი ასეთი გაფართოებული კრება, რომლის მოწმენიც გავხდებით. ამიტომ რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ველით ამ კრებას გვინდა ჩვენც რომ ვიყოთ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე მთლიანი საზოგადოება და ამიტომ გულშემატკივრობთ ამ გაფართოებულ კრებას, რომ გამოვლენილი იქნას ღირსეული პატრიარქი, რომელიც მომავალი წლების, ათწლეულების განმავლობაში იქნება საქართველოს ეკლესიის საჭეტრობელი და მართლაც მთავარ იმედს გამოვთქვა, ვინაიდან ხედავთ მცდელობებს, რომ გარკვეული შპოთი და დაპირისპირება შეიტანონ გარედან დაკვეთით საქართველოს ეკლესიაშიც. მთავარი იმედი, რაც საქართველოს საზოგადოების სახელით შემილია გავაჟღერ არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ მართლაც სულიერი ერთობა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს ეკლესია უმაღლესი იერარქიის გამოვლენის პირობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებზე გითხავთ, ისინი არიან საქართველოში გადატვირთვის მიმართულებით, თუნდაც ამ ვიზიტიდან რას ელოდებთ? ჩვენ ხედავთ ინტენსივობამ ორმხრივ ურთიერთობაში იმატა, მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივართან და შეთანხმდნენ ბევრ საკითხზე. ამიტომ ხედავთ ჩვენ ახლა უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ იმაზე, როგორ ხედავთ ჩვენ პარტნიორობას და პარტნიორობის საერთო მომავალს. ჩვენი პოზიცია ცნობილი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენი მიდგომისა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს ნებისმიერი პარტნიორობა სხვა ქვეყნებთან, ისევე როგორც ჩვენ პატივცემთ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს და ვფიქრობ, რომ ეროვნული ინტერესების ურთიერთპატივისცემა იქნება მთავარი გასაღები იმ პარტნიორობისა, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ უნდა არსებობდეს ჩვენ ერთ შორის.